ინფორმაცია ხურჩიდან და ქართველი ბავშვები, რომლებიც სასწავლებლად აფხაზეთში გადადიან ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე ხურჩის მოსახლეობა სოფელში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის არსებობის გამო პროტესტს გამოთქვამს. ნაბაკევის მე-13 საშუალო სკოლაში დღეს 13 ხურჩელი სწავლობს. დანარჩენები კი სოფელ კოკის საჯარო სკოლამდე მისაღწევად 5 კილომეტრს გადიან. ხურჩა და ნაბაკევის სკოლამდე 700 მეტრია, ადმინისტრაციული საზღვრიდან 100 მეტრში რუსული ბლოკ-საგუშაგო მდებარეობს. მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს აქამდე რუსი სამხედროების ფონზე მიაცლებდნენ, ამბობენ, რომ კონტროლი ახალი წლიდან გამკაცრდა და რუსი მესაზღვრეები ბავშვებს გადაადგილებას უკრძალავენ. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ პრობლემებთან დაკავშირებით მაესტროსთან საუბარი არის სურვა სკოლის დირექტორმა. იმის გამო რომ ხურჩაში სკოლა არ არის, იძულებული ვართ გადავიდეთ აფხაზეთში. აფხაზეთში ვსწავლობთ 95 ბავშვი, ნაბაკებში მე-13 საჯარო სკოლაში. იყო ისეთი რაღაცეები, რომ ძალით უნდათ რომ გაიკეთო რუსული სკოლა იყო. უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასწავლებელმა არ დათმეს და ახლა არის ქართული სკოლა. ყავს 4 მცირეწლოვანი ბავშვი, ერთი არის სასკოლო ასაკის, ორნი არიან საბავშვო ბაღის ასაკის, იმიტომ რომ არც ბაღია, არც სკოლა აქ ჩვენთან არ დამყავს, არცად და მყავს სახლში. რა ვქნა? სად წავიყვანოთ? სკოლაში რო წავიყვანოთ, რო გავიდოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსი ოკუპანტები ისე არ გაგვიშვებენ, იმიტომ რომ არაფერი ის არა გვაქვს საბუთი, რომ იქით რო გადავიდეთ.